ტრეკზე მარტო ვარ. მიახლოვდება დიდი სიშკარით. ეს მაგალები დაფრინავენ რა. ახალი M2 რიჯისერის ძალიან მაგრად დადის, აი ძალიან. გაკავლა იმდენად აღარ შევნელდი და ახლა იწყება ყველაზე სახალისო ფარტი ნაწილი ნურბურგრინგის, მაგრამ შიფტერს აქვს პრობლემა და ზუსტად სიშკარეში არ ვარდება, მაგრამ არა უშავს. კარგი ჩასვლა იყო. კაი იყო კარუსელი, კარგად გავიარეთ. ბევრი არაფერი დაგვიკარგავს. გადაცემა არ ემთხვევა რა, მესამე სიშკარე აქ ამ მოსახოვებში ძალიან მაღალი და ბევრია ამისთვის. ვარდა ჩოკის კი გაიღო. ვერ ჩაეტია მოსახოვში ფაქტიურად მანქანა ძეღან და მომიზია გადასვლა. მაგრამ წესით ყველაზე ჩქარი წრე უნდა იყოს. არის საუკეთესო ნურბურგრინგზე. აი საუკეთესო. ხუია ბლიად. სუდი შესვლა იყო ძალიან. ეს მოსახოვი გავაფუჭეთ. არა უშავდა. და ერთი მოსახოვი დაგჭა. აქტიურად სარიელ ტრეკზე ვიარე ხა. და ფინიში. ეხლა რომ
დროს არითვლი და გავგიჟდები. გაიგო. აბარა, აი ეს არის დრო. ძალიან გასო რა. გეზ მოტორს დიდი მადლობა კუბოს საბურავებისთვის, იმიტომ რომ აი ძალიან მაგრად ეჭიდება რა. ინტერნეტ მაგრად ეჭიდება, რომ აი დაწევებული ბარდაჩოკიც კი გაიღო. ძალიან მაგარია, საღო, ვაყოფილი ვარ. მე მგონი მეტიც და აღარ ღირს. იმიტომ რომ წინ კიდე ძალიან დიდი გზა გველის. ბევრი სრიალი ველოდება წინ კიდევ. და შემდეგ შაბათ-კვირას უკვე მივდივართ ივენტზე, სადაც ვექნება შეჯიბრზე მივიღებ მონაწილეობას ამჯერად დრაგზე. და მოკლედ ძალიან საინტერესო ამბები გელოდებათ წინ. ძალიან კაი იყო. რა შეეხება დრიფტს, ძალიან ესე თქვა ძლავრი მანქანა გჭირდება ნურბურგინგზე რომ ისრიალო რა, იმიტომ რომ ძალიან რთულია რეალურად ამ ტრეკზე სრიალი. მით უმეტეს რომ ძალიან მაგარი მოძრაობა, ეხლა გავიმართლა იმაში რომ ძალიან ცოტა მანქანა იყო ტრეკზე. თუმცა საბოლოო ჯამში გაყოფილი ვარ დროის ნამდვილად და ძალიან მაგარი იყო. ნახავდი ძალიან მაგარი კადრებს, მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ რა, აქ რამდენჯერაც ვივლი, იმდენჯერ ვარ უბედნიერესი, იმიტომ რომ საუკეთესო ტრეკი არის მსოფლიოში. დავიცალე ემოციებისგან 4 წრევი არის სულ, ნახავდით საუკეთესო წრეის გავლას და ვიდეოს ბოლოს იქნება მოკლედ სხვა წრეებიც, თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა შეგიძლიათ უყუროთ. მანქანამ გაძლო ძალიან კარგად, იმუშავა ძალიან კარგად, მაგრამ წინ გვიღენია ძალიან ვიწრო საბურავები. სამწუხაროდ აქ კი დაგვახვედრეს დღეს ვარშავაში საბურავები, მაგრამ ის ზომა არ იყო, რომელიც სჭირდებოდა და ამიტომ ისე ვიწრო საბურავებით გავაგრძელეთ სიარული და ხო ვერ ვეღირსენ ნურბურგინგზე წესიად მომწოდებული რომ ჩამოვიდა მანქანით, მაგრამ ეხლა მაინც დრიფტისთვის იყო მანქანა, აქ უბრალოდ შემოვიარეთ. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ დრო გავაუმჯობესე ჩემი საკუთარი და ძალიან მაგარია. აბაში დიდი წვლილი მიუძღვის, რა თქმა უნდა, სიმულექს, იმიტომ რომ ნურბურგინგზე ბევრს დავდიოდი და გზა კარგად ვისწავლე. მანქანამ კარგად იმუშავა მთლიანობაში, მუხრუჭებმაც სეპლენიამ ცოტა 1-2 ადგილზე გამაწვალა, თუმცა მაინც კარგი იყო. ჩადუხებული ხიდი ნურბურგინგზე და მოხოვის კუთხე არ უნდა გეყენოთ და ესეთი ვიწრო საბურავი. თუმცა მაინც გავართვით თავი და საბოლოო ჯამში ძალიან კაი გარბენები გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ წინ ვიწრო საბურავი იყო, კუმოს PS72 მიღენია ეხლა წინაც და უკანაც და აი იდეალურად ეჭიდებოდა რა. ფაქტიურად მანქანა არ მომწყვეტია, ესე ვთქვათ, არსად თავისი ინერციით რაღაცით, ანუ თუ ძალით არ შევაგდებდი მოსახვეში, არ წყდებოდა მანქანა, მაგრად ეჭიდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე ზომის საბურავი აღენია ამხელა წონის და მასის მანქანისთვის. რა თქმა უნდა, ნურბურგინგი იყო ჩვენს მარშრუტში შესული, დრიფტერული ევროტური გვაქვს, მაგრამ რატომაც არა დრიფტერული სეტაპით ვიარე და მშვენიერი გამოვიდა საბოლოო ჯამში, დროს გავაუმჯობესე. ეხლა ცოტას აქვე განსაკუთრებით იმ წარწერასთან მინდა რომ ბურნაუთი გავაკეთო, სადაც ნურბურგინგი წერია, ცოტას ვიმაიმუნებთ. შემდეგ უკვე გავაგრძელებთ გზას და შემდეგ შაბათ-კვირას მივდივართ ძალიან მაგარ ივენტზე. მოკლედ ნახევარი ევროპა მოვიარეთ ამ მანქანით, ვისრიალეთ ძალიან ბევრი ტრეკზე დავადუღე აკაურობა, ფაქტიურად 4 წრე ვიარე. ფაქტიურად კი არა, 4 წრე ვიარე და ზეთი ნამდვილად შესაძლებელია და გეზ მოტორს მაგავგეთა საჩუქარი, სადაც ცხოვრობთ ისპანეთთან ძალიან ახლოს, არის ლიქვიმოლის ცენტრი, რომელსაც გაჩვენებთ. მან შევცვლით ზეთს, ისევ ჩამასხავთ 1060 ლიქვიმოლისგან და გავაგრძელებთ ჩვენს დრიფტერულ ევროტურს. ეხლა კი წავედით ვიმაიმუნოთ. Patrulli გავიკიდა და იმალებ. აქვთ წაყვანის უფლება? წაყვანის უფლება აქვთ? წაყვანის უფლება რანაირად აქვთ? აი წამ. ცოტა დაველო. მოდენებს განტობა და აი გამწვავს მე სპონსორები გავაკეთე. დამიჯერე ბოლო წუთები. ინა ტიპები არ ნებდებიან განან რა უნდა. საქმე არაფერია. არა, საქმე შეინოლე რა. ვინმე სხვა მაინც დააშავოს რომ იმას გაიგიდო. წავიდა საბოლოოდ მაინც იმიდან. ადგილობრივებმა გვერდჩიეს რომ ჯობია ყოველთვის რომ მაგ დროს დაელაპარაკო, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად მანქანაცო გაჭხრიკესო რომ წახოსითა და თანა თუ გადაიყვანოს საჯარიმოზე მე რა ბევრ ხარჯ შეგტენიანო მოკლედ.
და თომ მე დავუდგებიო მათო წინო და მივალო და დაველაპარაკებიო ნახოთ. 185 евро ჩამოიჭრა ბარათით. თან ან აქ რეალურად პირდაპირ გახდებიან ტერმინალი აქვთ. პოლიციელებს პერტის და პირდაპირ გახდებიან. რა დამიწერი ჯარიმა და მე გადაიხდი არ ხდება. 185 евро ეგრევე დაგვიჭდა ამის ბორნოთ 500 ლარი. თან ძალიან მეგობრულად ელაპარაკებდი, ახლა ხაი მადლობა დიდი. ჩემ პოლიციელებს მაკაცი ვინ არის? გინეჩულის. მედი ახლა ტაქსის სტრაფარეტი დაადგი უბერზე დარეგისტრირდი და ამოიღე 185 евро. 185 ევროი არის ბურნაუთი როგორი იყო? ძალიან მაგარია 500 ლარიანი ბურნაუთი და საბურავი გაქვს უფასოდ გეზრდავს და ამიტომ საბურავი ვიზედაც უფასოდ გქონდა, ანუ შეგვეძლო რომ არ აგვეღო ეს ჯარიმა. ხო, მაგრამ რას ვიზამ? მაშინ ცოტა გვიან უნდა მოსულიყავით, მაგრამ შორს ვიყავითო და ხმა გავიგეთო რა და მაგითო მოვედითო რა. და ესეთი სიცხალე და სიმშვიდეა ესეთ დროს რომ ამის გაკეთების შანსი შემოიღეთ არის. მაგრამ რო არ მოსულიყავით, მანქანას აიყვანეს ავარაუდოდ. ნივთები ამოიღეს ჩემი მანქანიდან ყველაფერი და მანქანას გადავიყვანდითო, ეგ უფრო ზღვიდან ჯდებოდა რა თქმა უნდა. ნივთები დააბრუნეს? ხო. პარკირება და ანუ გადაყვანა იქ პარკირება, ევაკუატორი და პოლიციის დრო და რაღაცები დაემატებოდა და ძალიან დიდი ჯარიმა იქნებოდა რა. ამიტომ რა ყველაზე ნაკლები ეგ შეგვიძლიაო რა. ეგ არის თქვენი ევროპა. ხო და ნახავდით გუშინდელ გიჟურ კადრებს ნურბურგრინგის დღეს მოვედით უკვე სერვის ცენტრში, სადაც გეზ მოტორსმა ესე ვთქვათ, გავუკეთა საჩუქარი და ფრანკფურტთან ახლოს ჩავაგდებ ლოკაციას, თუ გექნებათ ინტერესი და ქართველები ხართ ვინმე გერმანიაში, დაახლოებით ფრანკფურტთან ახლოს, შეგიძლიათ ესუმოთ ამ სერვის ცენტრს და ლიკვიმოლის, რა თქმა უნდა, ორიგინალი ნამდვილი გერმანული ზეთები ჩაასხათ. ისევე როგორც გეზ მოტორში აღმაშენებლის ხეივანზე და ასევე კახეთის გზატკეცილის. რა თქმა უნდა, აქაც ჩავასხამთ 10:60. გუშინდელი დღის შემდეგ თან ეკუთვნის ამ მანქანას, იმიტომ რომ ნურბურგრინგზე სახე გავაძრეთ, მაგრამ ზეთმა ძალიან კარგად იმუშავა, საერთოდ არ მქონია პრობლემა არც წყლის აწევის, არც ესეთის ტემპერატურის, ესე ვთქვათ, აწევის მაღლა და სიმდიდრე სიდიდაროდ ინარჩუნებდა. გაწევაც, ესე ვთქვათ, კარგი ქონდა ძრავს და სუფთად მუშაობდა მთელი რბოლის განმავლობაში. შევსვით ახლა ზეთს და უკვე გავაგრძელებთ ჩვენს გიჟურ დრიფტერულ ევროტურს. მექანიკები მოვიდა რა ის მიშოვია და მანქანას სულთან დეტალებს რა იქო ყველაფერი გადადგმულია იქ სადაც გაროზეთი გაზდის ამის კაბელები რო დაჭრილია აკი გაგიჟდა ავი როგორ დადიფარტო და უკვე საქართველოს შეგევას მანქანებს უკეთესად ის ყობა რა თქმა უნდა მანქანები მაგრამ ეს არის